აი ვიღაცა ტიპები ხო შედან. და ლაპარაკობენ რა. რომ ბიზნესი წამართვეს. ხამის 3 საათზე ჩემთან მოვიდა და დამიფორმა. მერე პროკურატურაში დამიბარეს. პროკურორმა მაწამა შავ ოთახში. მერე მოსამართლემ ან მართლა თემას ყვება რომ გინდა რომ ადამიანს უბრალოდ ბოლოს სად ვიჭედები, იცი? მართლა ვიჭედები სად? აი ეს ტიპი ვინც მოვიდა შენთან ხო? ფინანსურის ვიღაცა, ვინც გაშინებდა. ეხლა თანამდებობაზე. და მე დაწინაურებული კი არა და ვაფშე სად არის ეგ ხალხი? არის პროკურორი რომელმაც იჭერენ ჩემ მეუღლეს, მე ვარ მეხუთე შვილზე 4 თვის ორსული. მიბარებენ პოლიციაში საბურთალოზე და მეუბნევიან რომ რა ქონება დაგრჩათ, რამდენი შეგიძლიათ რომ თანხა მოიტანოთ. ჩემი პასუხი არის რომ აღარ გვაქვს ჩვენ ქონება, გვაქვს სახლი რომელიც ისიც მევახშეებთან არის ჩადებული, არანაირი საშუალება არ გვაქვს, არანაირი ქონება არ გვაქვს. ვის ოთახშიდაც ვიჯექი, აღებს უჯრას და მიდებს წინ ჩემი შვილების ტყუპების გიორგი და სუკა გურგენიძეების ფოტოებს, რომლებიც იყვნენ მაშინ 19 წლის და მეუბნევიან, რომ აი ეს გიორგი და ზუკა გურგენიძეები ხომ თქვენი შვილები არიან. ნუ იქ სიმართლე გითხრათ, გავფუჭდი აბსოლუტურად. გამოვედი მდგომარეობიდან და პირველი სიტყვა რაც იყო, უთხარი რომ ყველაფერს გავყიდი, რაც გამაჩნია. აი მე ძალიან მინდოდა ამ სკამზე ჯდომა იმისთვის, რომ ეს კითხვა დამესვა იმ თავრობაში მოღვაწე ადამიანებისთვის, თუ არიან მათი შვილები. იმის ღირსი რომ დაემთავრებინათ ის ინსტიტუტები, დღეს იყვნენ წარმატებულები და მუშაობდნენ. ცხოვრობდნენ თავიანთ სახლებში. რატო არ იყვნენ ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი ამის ღირსი?